რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული თანამდებობის პირები სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის ფარგლებში გამოძიებას ქართული მხარე აწარმოებს კითხვები გიორგი გახარიას მიმართ აქვს მმართველგუნდსაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ საპოლიციო ღონისძიებებისას არასწორი ბრძანება გაიცა. ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიასთვის პასუხისმგებლობის არიდებას ის პარტიაში ცდილობენ, თუმცა არქივი საინტერესო კადრებს ინახავს. მაგუნა აბულაძე გიამბობთ. ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა. ყველაფერი მისი დაწყებიდან დასრულებამდე. 2019 წლის 27 ივნისი. ასე იწყებს მედიასთან საუბარს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს საუბარი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ამ პერიოდში მინიმუმ 10 ჯერ გიორგი გახარია ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ 20 ივნისს მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად მას ეკისრება, თუმცა საბოლოოდ ამ პასუხისმგებლობას ქვეყნიდან გაპარვით გაექცა. ღონისძიებას პასუხისმგებელი ვარ, რა თქმა უნდა, მე. ყველაფერი, რაც ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული არის ჩემი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე პასუხს ვაგებ კანონის წინაშე. ყველა თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც იქ მოქმედებდა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. ყველა ბრძანებაზე, რომელიც იმ ღამეს იყო გაცემული, პასუხისმგებელი ვარ მე. გახარიას მიერ ბრძანების გაცემას ადგილი არ ქონია. გაქცეულ ლიდერს ახლა საპარლამენტო ტრიბუნიდან გიგა ფარულავა იცავს. ახალბედა პოლიტიკოსის ეს მცდელობა უსუსურად გამოიყურება. სტრასბურგის გადაწყვეტილების მორგებას ამ პარტიაში სათავისოდ ცდილობენ. მაშინ როცა ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობის საკითხი 17-მა ევროპელმა მოსამართლემ დააყენა, ფარულავა გიორგი გახარიას უდანაშაულოდ მაინც აცხადებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ გახარიას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არასწორობს კავშირი, შესაბამისად მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ნაწილში არ ეკისრება. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი და სპეკულაციებიც დაასრულა. ახლა ჯერი გამოძიებაზეა, რომელმაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოიტანოს. ქართულმა მართლმსაჯულებამ საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ევროპული სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო. სწორედ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩვენ განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაადგენს შეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლმსაჯულად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს. ქვეყნის პირველი კანონმდებლისთვის სტრასბურგმა დაადასტურა ის, რაც ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა. ახლა კითხვა შალვა პაპუაშვილს ევროკავშირთან აქვს, რომელსაც ქვეყნიდან გაქცეული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თავს აფარებს და რომლის დანაშაულზეც განაჩენი უკვე ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა. ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, გახარიას პარტიას რა გაუხარდა ამ გადაწყვეტილებაში. ის რაც მათ მოჰყავთ, მაგალითად, რომ თითქოს გახარია ამ საკითხში უბრალო, პირიქით ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით მათ შორის წარმოებული გამოძიების შედეგად ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე. ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ მთავარი რაც სტრასბურგმა დაადასტურა, არის სახელმწიფოს პროპორციული პასუხი ინსტიტუტებზე შტურმსა და პოლიციელების მიმართ ძალადობაზე. თუმცა რატომ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა ცალკეულ შემთხვევებში, ეს ალექსანდრე დარახველიძის თქმით დამატებითი გამოძიების საგანია. თითოეული ჩვენთაგანი ყურადღებით ვეცნობით ამ გადაწყვეტილებას, კონკრეტული მითითებები არის გაცემული, ასევე ალბათ მინისტრთა კომიტეტის გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს, რა თქმა უნდა ეს საკითხები იქნება შესწავლილი. ევროპული მართლმსაჯულების პრეცედენტული გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ გახდა. მოსამართლეთა კოლეგიამ თქვა, რომ 20 ივნისს სახელმწიფო ევროპული კონვენციის ჩარჩოდან არ გასულა. ამავე გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ ბრძანების გამცემი პირის, ანუ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. საქმე დახურულია.